ბობოხიძეს ეკითხებიან, რატომ ეთქო ბიძინასთვის საქართველოს მოქალაქეობის მიცემასო და აბა საფრანგეთის მოქალაქეს რომ დავარტყა 20 წლით ამოვაპოვენ ციხეშიო. მაგალს ეკითხებიან კომპიუტერული თამაში რომ გამოვიდა სასამართლო მაგას თამაშობ ხო და მაგალი კიდევ პასუხობს უხა რაღაცო რაღაც დრო სასამართლო ეგ უკვე დახურული მაქსო. საღამო მშვიდობისა თქვენს ტელე და რადიო ყუთებში ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასი კოდიშვილისგან და მე უნგარესამის სამყარო ვასი კოდიშვილი გახლავთ. მოდის დემოკრატიული ქვეყნიდან მოდის შეშფოთებული რიჩარდ ნოლანდი მოდის. ყური დაუგდეთ. გონი მართლა ელჩი მოდის. წლევანდელ არჩევნებსა და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში როგორც აღნიშნეთ, გარკვეული პროგრესის მიუხედავად საქართველოში ნამდვილად არის შეშფოთების საფუძველი. იმასთან დაკავშირებით, რასაც შეიძლება ეწოდოს ერთი საერთო თამაშის წესი ყველა მოთამაშისთვის. მოგდის ინფორმაცია ოპოზიციური კანდიდატების შევიწროების შესახებ, რაც ჩვენ ძალიან გვაწუხებს. ეგრეთ წოდებული კონტროლის პალატის როლი პარტიათა დაფინანსების კანონი დიდ შეშფოთებას იწვევს საქართველოში და საერთაშორისო თანამეგობრობაშიც. გეტყვით, რომ ჩვენმა მისიამ უკვე განუცხადა ჩვენი შეშფოთება ამ საკითხების გამო საქართველოს ხელისუფლებას, როგორც საჯაროდ, ისე პირად საუბრებში. და თუ ეს დადასტურდება, ჩემი ფუნქცია იქნება გავაგრძელო გულმოდგინე მონიტორინგი იმისა, თუ როგორ იცავს საქართველო იმ პრინციპებს, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია. ეს იქნება ჩემი მისიის მთავარი პრიორიტეტი. ამერიკა მილიონობით დოლარს ხარჯავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ხელშეწყობისთვის და ჩვენ ამ ფონდების ყურადღებიანი განმგებელი უნდა ვიყოთ, რათა დავწმუნდეთ, რომ ჩვენთვის მოსალოდნელ შედეგებს ვიღებთ. და ბოლოს მივანიშნებ, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს დაინტერესებას და სწრაფას ნატოს წევრობისკენ და ჩვენ მხარდაჭერას, ის თუ როგორ ტარდება ეს არჩევნები იქნება მეტად მნიშვნელოვანი ლაკმუსის ქაღალდი და ჩვენ ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალს ამ არჩევნებს, რათა შევაფასოთ, თუ რამდენად შეესაბამება ისინი ნატოს სტანდარტებს. გაიგეთ, რას ბრძანებს ჩვენი დიდი მეგობარი. არც ისე მეპიტნავება საქართველო, როგორც ამას რუსთავიორი და იმედი ამბობს. ბევრი ფული დავხარჯეთ საქართველოს დემოკრატიისთვის და ბატის კვერცხი მივიღეთო. ყველა სიკეთესთან ერთად რიჩარდ ნოლანდი ჯერ არ მოსულა და უკვე სამჯერ დიახ, სამჯერ შეშფოთდა. აი გარკვეული პროგრესის მიუხედავად საქართველოში ნამდვილად არის შეშფოთების საფუძველი. ეგრეთ წოდებული კონტროლის პალატის როლი პარტიათა დაფინანსების კანონი დიდ შეშფოთებას იწვევს საქართველოში. ჩვენმა მისიამ უკვე განუცხადა ჩვენი შეშფოთება ამ საკითხების გამო საქართველოს ხელისუფლებას. ღმერთანი მაღალო, რა შეშფოთებულია ეს ამერიკელი კაცი. ერთ სიტყვაში სამჯერ შეშფოთდა, მაგრამ მე რა ვერ გავიგე იცი, აი, რამ შეაშფოთა ასე ძალიან. მგონი შალვა ნათელაშვილის გამოსვლას უყურა და შეშფოთდა, ხო? თუ ამერიკული ჯიშის ჰიბრიდული სიმინდის პატარა ტარომ შეაშფოთა, არა? უი, მგონი თორთლაძის ანტიკრიზისული გეგმა წაიკითხა და მაგან შეაშფოთა. აბა ისე რა აშფოთებს კაცო ამ დემოკრატ კაცს? სხვა ყველაფერი რიგზეა, მაგრამ თუ ყველაფერი რიგზეა ეს კაკო ბობოხიძე რატომ გაბობოხრდა ასე, ჰა? რატომ დაერია ელჩებს და რატომ გაიძახეს ჭკუის მასწავლებელი ელჩი არ მჭირდება მეო? არა და მე მახსოვს რომ ჯონ ჯიგარბასის ჭკუის სწავლება და შეშფოთება მოსწონდა კაკოსაც და ჩემს მაღალსაც. ვითომ ცუდად შეშფოთდა ეს ახალი რიჩარდი, ჰა? ვითომ იმ კაცზე არ შეშფოთდა, რომელზეც უნდა შეშფოთებულიყო, ჰა? რა ვიცი, ამ ხალხის ვერაფერი გამიგიეგეთ. ისე ჩემო ნაციონალებო, მეც და მგონი უბრალო ხალხსაც ეჭვი გვაქვს, რომ ამერიკელები და პირადად რიჩარდ ნოლანდი სხვა ოპოზიციონერი და თქვენი ალტერნატიული ძალის ლობისტია და ამ არჩევნებსაც ძალიან დიდი ამერიკული თვალებით დააკვირდება, მაგრამ მერე რა, კაცო, ჩემო მაღალო. შენ წადე და მაგ შენ მაღალ ფეხებზე დაიკიდე ამერიკელებს ევასები თუ არა? იყავი პრეზიდენტე, თავარი ხომ ქართველი ხალხია, ხო და ჩვენ მოგწონს შენი მმართველობის და ჭამის სტილი. ისე მაღალო, ამერიკა ორგულია და ერთდროს მეც ვიყავი პროამერიკელი და რომ აღარ დავჭირდი, აი რა გამიკეთეს. აი ლახვარი ჩამცეს ზურგში. ხო და შენც ასე მოგექცევიან. დამოუკიდებლად მართე ქვეყანა აგერ არ ყავს ერთგული ბიჭები. მერაბიშვილი, ბოკერი, ადეიშვილი და უგულავ. ახალაია. ეგ ბიჭები არასოდეს ჩაგცემენ ზურგში ლახვარს, ხო? შენც უანო მოკლედ ამერიკის სენატში ასეთი ამბები დატრიალდა და ოპოზიციამ ღლიცინი დაიწყო. აბა ეხლა ამერიკის შეერთებული შტატების ამ კრიტიკულ განცხადებას როგორ გააправებენ ნაციონალებიო. ნაციონალებიც დაფეთნენ, კაცო, ვაიმე ხომ მოგვეჭრა თავი, რა გაგვეშველება აწიო და სწორედ ამ დროს პალიკო კუბლაშვილი გამოხდა და გააправა. ხალხო, გააправა. ამ ჩემი ცოდვით სავსე, გააправა და თანაკეთ როგორ? პავლე კუბლაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის კომიტეტში გაკეთებულ შეფასებას ტენდენციურად მიწოდებულ ინფორმაციას უკავშირებს.
დიახ, თინათინ ხიდაშელმა შეიყვანა ამერიკელი სენატორების შეცდომაში. ფაქტიურად მოატყუა. დააყაბი და იბატონეს, სწორედ ეს არის თინათინ ხიდაშელის მზაკრული პოლიტიკის მთავარი პრინციპი. უმეცნებაში და სიგნალებში ყავს ამერიკის დაქუცმაცებული ხელისუფლება და ტენდენციური ინფორმაციით გამოუჭედა ყურები. ატყუებს ამ საბრალო ამერიკელებს, რომ თითქოს ბინ ლადენი ცოცხალია, იაპონია ჩაიძირა, რუსეთი დაიშლება, რომ საქართველოს არადემოკრატიული ქვეყანაა, საქართველოს აგვისტოს ომი ვერ მოიგო, ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა არ აქვს და ის გულუფხილოებიც უჯერებენ. მაგრამ ნაციონალებო, ერთი რამე მინდა ვთქვა, გული ვერ მithmes რა, აი იმ სენატს თინა ხიდაშელი რომ მოატყუებს და ინფორმაციას არ გადაამოწმებენ. ბლუმბერგმა გადაგვაგდო ხალხო, დიახ, ამ კვლევითმა კომპანია ბიზნესის კეთებისთვის მიმზიდველი ქვეყნები ჩამოთვალა და ჩვენ 50 ქვეყანაშიც კი არ შეგვიყვანა. მე გაცილებით ბედნიერი ვიქნებოდი, რომ აქ საუბრობდე იმაზე, რომ რატო არის საქართველოს მე-12 ან 29 ადგილზე, რომ არ არის ამაზე გული მწყდება. ბიზნესმენი გიორგი ისაკაძე გავლენიანი გამოცემა ბლუმბერგის რეიტინგებზე საუბრობს. ბიზნესისთვის ყველაზე მიმზიდველ სახელმწიფოთა 50-ეულში საქართველოს ვერ მოხვდა. დიახაც, აი რა არის ახლა გასაკვირი ან გულდასაწვედეგაც. ეთქობა არის ეხლა ჩვენ მაქსიაში რატომ ვერ მოვხვდით და იმიტომ ნაღლობთ. სინამდვილეში იცით რაშია ხალხოს აქ. ჩვენი ბიზნეს გარემო უკვე იმდენად მიმზიდველია, რომ დასავლელი ყარტაყურტა ინვესტორები რო არიან, იმათ უმალავენ, თორემ შეიძლება სიხარულისგან გული გაუსხლეთ, კაც ხო? 100,000-ობით გამოექანონ და გადათელონ ჩვენი ნაზი და ახლად გაფუჩქნული ეკონომიკა. ნამდვილი რეიტინგები კიდევ ევროპაში ჩუმად და დაფარულად დაღს ქვემოდან იყიდება. მეკობრეებისთვის განკუთვნილი საგანძურის რუკებთან ერთად. იმიტომ რომ ახლა ასეა, გინდა საგანძური გიპოვნია კარიბის ზღვაში და გინდა საქართველოში პატარა ჯიხური ჩაგირგამს. ორივე შემთხვევაში ერთნაირად გამდიდრდები, ხო? სწორედ ასეთ მსჯელობას ვთავაზობ ახლა მე ჩემს საყვარელ ნაცმოძრაობას, ბლუმბერგის უხერხული სიტუაციიდან გამოსასვლელად. მოდით ბიჭებო, ასე ვთქვათ, რომ მეკობრეთა რუკებთან ერთად იყიდება ნამდვილი რეიტინგები და მე რაღაც იმის ახსნა დაგჭირდება, რატომ ჩამოდიან ჩვენთან ინვესტორებად კაპიტან ჯეკ ბეღურას, ვიტო კორლეონეს და ტონი მონტანას მსგავსი ტიპები, ხო? გინდა მე ასე გირჩიე პავლე კუბლაშვილო და ერთი დამანახე როგორ შეისმინე ჩემი შეგონება? ბუნებრივია ზოგადად, როდესაც ქვეყანას აფასებენ, ბიზნესის თვალსაზრისით, ყველა ფაქტორს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, ესეთი ქვეყანა ბიზნესის კეთების საუკეთესო ქვეყანად ნამდვილად ვერ იქნება აღიარებული. აპა, შეაყარე პავლეს კოტე რა, ეს ხო არაფერს არ დაგიჯერებს კაცო. ეგითხარი მე შენ ოკუპაციას მიაწეკით ხო კაცო? შეკაი კაცო, სანამ ოკუპირებული ვართ, მანამდე თუ არაფერი გვეშველება, რაღაც გვაწვალებთ. ანა მაგალთან რაც დაგვარბენინებთ ამ საავადმყოფოების გახსნებზე რაღაც გვაწეკვებ. ან რაღაც გვეუბნებით, ეხლა ხმა მოგვეცით. რომელ დეოკუპაციაში დახელოვნებული ხალხი თქვენ ხართ ეხლა. თუ ოკუპაციის დასრულებამდე ვერავინ გვიშველის, მაშინ მაინც და მაინც თქვენ რატომ უნდა აგირჩიოთ, ა? თუ ეგრეა საქმე, მე პირადად ავდგები და შალვა ნათილაშვილს ავირჩიე პრეზიდენტად. ხიარული მაინც არის კაცო და რუსთავი ორი თუ მაღალივით 3 საათიან ჩართვებს გაუკეთებს და ხოცავს სიცილით მთელ მოსახლეობას. თან ეგ ლექსებს და მათ ავტორებსაც სწორად ამბობს, მგონი, ხო? ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დროა. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. საერთაშორისო სააგენტო ბლუმბერგმა დაიწყო სამარცხვინო და დეზინფორმაციული კამპანია ევროპელი ინვესტორების გასაბრიყვებლად. ბლუმბერგი მალავს, რომ ყვავის ქართული ეკონომიკა, მალავს, რომ მონოპოლია შვენის ბიზნეს და რომ სულ სხვა ბიზნესმენი უსასამართლოდ. ბლუმბერგი არ გვწერს, რომ ჩვენთან აყვავდა ნუში. ჯერ არ მოსულა და უკვე შეშფოთდა. რომ მოვა რაღაც იზამს. იგი შეშფოთდება თქვენს დანახვაზე. იგი შეშფოთდება საქართველოს არადემოკრატიულობაზე. მას შეუძლია შეშფოთება ერთნაირი სახის 150 დეპუტატის დანახვაზეც. მას შეუძლია შეშფოთდეს მაშინაც, როცა ამის საჭიროება არ არის. რიჩარდ ნორლანდი, ახალი ელჩი უკვე შფოთავს. აშკარად შეცდომაში შეყავს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია თინათინ ხიდაშელს, თორემ ამ კაცის ხარდამჭერ განცხადებას როგორ გააკეთებდნენ, კაცო? ინფორმაცია ნუგზარ ბოჭორიშვილზე თავდასხმის შესახებ მისმა ადვოკატმა მანანა კობახიძემ დღისით გაავრცელა. ადვოკატის ინფორმაციით ცეცხლი ნარკოტრაფიკში ბრალდებულ საბერძნეთის დედაქალაქში ათენის ცენტრში გაუხსნეს. პოლიტიკური განცხადების გაკეთება ადვოკატ მანანა კობახიძეს უკვე პოლიტიკოსის რანგშიც მოუწევს. ის დღეს ბიძინა ივანიშვილის გუნდის და ქართული ოცნების საინიციატივო ჯგუფის წევრია. კობახიძის დაცვის ქვეშ მყოფი ნუგზარ ბოჭორიშვილი ესპანეთში მცხოვრები საბერძნეთის მოქალაქეა, რომლის სახელიც ადამიანების გატაცებას და ნარკოტრანზიტს უკავშირდება. ნარკოკარტელს ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი შაქრო კალაშოვიც ეხმარებოდა, როცა მას საქართველოში ადგილობრივ კრიმინალებთან პრობლემები შეექმნა. აქ მუშაობს ჩემ ახლობლებთან, გაიგე, სერიოზული ხალხია, აქაურები არიან, გაიგე. მივხედავთ ისე, რომ უკვე კმაყოფილი იქნება ყველაფრით.
ქართული ოცნების წევრის მანანა კობახიძის დაცვის ქვეშ მყოფს პრობლემები ქართულ სამართალდამცველებთან 2000 წელსაც ჰქონდა. ანუ საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ კრიმინალს ესროლეს ათენში. ამ კრიმინალის ადვოკატი ქართული ოცნების წევრია. ეს კრიმინალი იცნობს შაქრო კალაშოვს და ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია. კიდე ისე ბიძინას ბაღანამ ინგლისურის მასწავლებლად ტრაწის სწავლები დაალევინა. ბიძინა ივანიშვილი კატებს აწვალებს და შაქრო კალაშოვის ჩერეს ძმაკაცის ადვოკატის ახლობელი. მოკლედ ეს ქართული ოცნება ქურდების და კრიმინალების ოცნება ყოფილა. დია, თურმე ბიძინას პამიდორი არ უყარს და არც საზამთროზე გიждდება მაინც და მაინც. იმ დღეს დაცვის ბიჭმა მომიყო ნათლობაში ვიყავით რომ ბიძო ერთი კვირის წინ დამთვალა და ბოლო ხმაზე ყვიროდა ძაღლებს გაურბივარ და კრისებს დედა ამასთან როგორც კულუარებიდან შევიტყვე კოალიციის თემატური ჯგუფის სხდომებზე წევრები ჩაცუცკულები მუშაობენ და მსჯელობენ სხვადასხვა საჭიროებო საკითხებზე. და არა მხოლოდ ქართული ოცნება, საქართველოში აკრედიტებული ელჩებიც სულ განაბები არიან. მხოლოდ რუსთავი ორი ღაღადებს შეშმარიტებას. მხოლოდ მიშა სააკაშვილი ზრუნავს ქართველიერის ბედზე და ერთი კაკოია ბობოხიძე ყავს წმინდანი. ღმერთმა კარგად გვიმყოფოს მაგის თავი. დანარჩენი ყველანი ნუგზარ ბოჭორიშვილის ძმაკაცები ვართ. ხო? საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კაკო ბობოხიძე განაგრძობს თავისი პოზიციის დაფიქსირებას, თუმცა ამჯერად მან პოზიცია არა მუშტ, არამედ სიტყვით დაგვიფიქსირა. რას გადაწყვეტს პრეზიდენტი არ ვიცი, ჩემი გადასაწყვეტი რო იყო, მე ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობას მივცემდი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ პალიტრა ტივის ეთერში გადაცემა რეზიუმეში სტუმრობისას ისაუბრა. რატომ გაუჩნდა ეს სურვილი იმ დროს, როდესაც პრეზიდენტს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ნაციონალური მოძრაობის წევრს არ განუმარტავს. თუმცა აკაკი ბობოხიძე ხელისუფლებიდან პირველია, რომელიც მსგავს პოზიციას გამოხატავს. აჰა, ბობოხიძემ რადგან თქვა, რომ ბიძინაჩევს მოქალაქეობა უნდა მიეცესო, ესე იგი მისცემენ კიდეც. ისე ვერ გამიგია კაცო, რა ფუნქციას ასრულებს ბობოხიძე მთავრობაში. ხან მუშტებს იქნებს, ხან ჯონბას მიწასთან ასწორებს, ხანაც მოწყალია და რუსეთუმეებისთვის ქართული პასპორტების დარიგების ინიციატივით გამოდის. ვერ გამიგია კაცო, ვინ არის ეს კაცი ამისთან. მივხვდი კაცო, კაკო ბობოხიძეა ვინც არის. მაგაზე დგას მთელი ჩვენი მთავრობა და მაგის იდეებით საზრდოობენ და სულდგმულობენ. და ახლავე დაგიტკიცებთ ამ ყველაფერს. ჰიბრიდული სიმინდის ტაროთი ხელში, ხომ გახსოვთ ბობოხიძე? ხო და ჰიბრიდული სიმინდის ჩამოტანაც მაგის იდეა იყო. თქვენ აგონიათ საელჩოების ბატონყმურ დამოკიდებულებაზე რომ ალაპარაკდა, ეხლა ჩემი მაღალი, ვისი იდეა იყო ეგ? ვისიდან ბობოხიძემ გალანძღა საელჩოები და მაღალმაც აიტაცა მერე. მანამდე რამდენი უაზრო ქმედება განახორციელა ჩვენმა მთავრობამ, ეხლა მაგას ვინ მოწმის, ხო და თუ გონიათ რომ ეგ ხელისუფლების იდეა იყო, ძალიან ცდებით. მან ყველაფრის ავტორი და სულის ჩამდგმელი არის აკაკი კაკო ბობოხიძე. მთავრობა უბრალოდ შემსრულებელია, ხო და ახლა რადგან კაკომ თქვა, ბიზნეს მოქალაქეობას მივცემდიო, ესე იგი მიცემენ კიდეც. ხო და ჩემოდელი მომზირლებო, ყველაფერს მთავრობას ნუ ვაბრალებთ რა. თურმე სულტყვილად ვაბრალებთ, კაცო. რას გვიშვება ხალხო ეს ბობოხიძე? ეგ არის ყველაფერი და ჩვენ კიდე სულტყვილად ვებძვით ამ მაღალს. კაკო მოვდივარ! საქართველოს ნოვატორი მთავრობა მართლაც ნოვატორი აღმოჩნდა. იგი ზრუნავს არა მარტო ზრდასრული მოქალაქეების ინფორმირებაზე, არამედ სკოლის ასაკის ბავშვებსაც კი აწვდის ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე სასიკეთო ცვლილებებს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ სასიკეთო ცვლილებებს ბავშვებს აწვდის თამაშისა და ტაშპანდურის საშუალებით. სასამართლო ასე ქვია თამაშს, რომელიც სკოლის მოსწავლეებისა და სამართლის თემით დაინტერესებული პირებისთვის შეიქმნა. ინტერნეტ თამაში სამოქალაქო განათლების სფეროს შეეხება და კითხვა-პასუხის პრინციპზე აგებული. თამაშის გადმოტვირთვა მსურველებს უზენაეს სასამართლოს ვებ-გვერდიდან შეუძლიათ. საკმაოდ ბევრმა მომხმარებელმა უკვე გადაწერა ეს თამაში და ასე ვთქვათ, ძალიან დიდი წარმატებით თამაშობს კიდე. ბრავო! რეალური რეფორმებით ვერაფერს გახდა და ახლა უკვე სასამართლოს თამაშიც დაგვაწყებინეს. რომ ამბობ ეს მთავრობა ვირტუალურია და თანაც ბრუნვად ითქვა, არავის გჯერათ. მაგალითად, შენ ცითამაში ეგ სასამართლოს თამაში. ჩართეთ ქსელი შენ ბაქრაძემ კუბლაშვილმა გაბაშვილმა და საღამოობით ჩაუჯეკით თამაშს და დახურეთ. გაბაშვილი იყოს ბრალდებელი. მაგაზე კარგად ახლა მით ჩამოაყალიბებს დამნაშავის ბრალეულობას. კუბლაშვილი იყოს 12 ნაფიცი მსაჯული. ბაქრაძე იქნება ის კაცი კონსტიტუციას რომ დაარბენინებს და როებნება ხალხს დაიფიცეთ რომ არ მოიტყუებით. ხო, კიდე რა არის ახლა საჭირო სასამართლოსთვის? რა სერგო? ხო, მართალი ხარ, ხო. მოწმეებიც დაგჭირდება. და რაღა შორს წახვიდეთ, კაცო. მაგრამ ექსელი რუსთავი 2-ში და იმედში შეიყვანეთ და მოწმეებიც გეყოლებათ, ხო. ხო და ასე ყველანი რომ ჩაებნებით ამ ვირტუალურ სასამართლოს თამაში, იქნებ მე მაინც აიხდინო ოცნება და მან გაასამართლო ყველა შენი მოწინააღმდეგე თორე. ხო, ხედავ რეალურად მაინც არაფერი გამოგვდის, ხო. ისე ჩემო მთავრობამ სკოლის მოსწავლეებსაც ახლა თუ ვერ დააჯერეთ თქვენი რეფორმატორობა, სკოლამდელი ასაკის ბავშვების სეგმენტი ჯერ კიდევ ასათვისებელია და მაგათ გასართობადაც შეიძლება რაიმის მოგონება. ო, რა იყო ახლა? სადაც იქამდე გამოვირტუალდით, რომ სკოლის მოსწავლეებს სამართლიანობას ათამაშებთ, იქამდეც გამოვირტუალდებით, რომ ბაგის ბავშვებსაც რამეს ახალისო შესთავაზოთ. ხო?
ჩვენს დედაქალაქში ევროპელი დემოკრატები იმყოფებიან და ყურადღებით გვაკვირდებიან თუ როგორ გავივლით ჩვენ სრული დემოკრატიისა და ევროპაში ინტეგრაციის ეკლიან გზას. ქართული დემოკრატიისათვის მომავალი არჩევნები მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება. ამ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი აკეთებს. ფილიპ დიმიტროვი დღეს თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ისაუბრა. დიმიტროვის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორების მთავარი ფასეულობა დემოკრატიის განვითარებაა და ამ მიმართულებით მონაწილე პროგრამამ ყველა უზემეტად უნდა იმუშაოს ამ მიმართულების განსავითარებლად. არჩევნების თემა შეეხო კონფერენციაზე საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერიც გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ საქართველო ჩააბარებს გამოცდას, რომელიც არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ეხება. ყოჩაღ ბატონო დავით, გეთანხმებით, ჩვენ უпроსორად თქვენ ნაციონალები ისეთ არჩევნებს ჩააბარებთ, რომ დემოკრატიაში ფრიაც მიიღებთ, მაგრამ მოდით სანამ ამ გამოცდაზე გახვიდოდეთ, შიდა გამოცდა ჩავატაროთ და ვნახოთ, როგორ ვართ მზად დემოკრატიისთვის. მაშასე, კითხვა პირველი, რას ნიშნავს დემოკრატია? დემოკრატია ნიშნავს სახელმწიფო მმართველობის ფორმას, რომლის დროსაც მთელი ძალაუფლება მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს. და ეს სიტყვა ამერიკულია. კარგი, მეორე კითხვა, რა არის თანასწორობა? თანასწორობა ნიშნავს ადამიანების უთანასწორო არასამართლიან მოპყრობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მიმართულია რაიმე ნიშნით განსხვავებული ადამიანების ჯგუფის წინააღმდეგ. კარგი, შემდეგი კითხვა, ვინ უფრო მაგარია, ბრუსლი თუ რემბო? და ბოლო კითხვა, ვინ დაარსა საქართველოს დედაქალაქი თბილისი? მე ავაშენე ახალი თბილისი. გასაგებია გამოცდა ჩაბარებულია, პასუხები გამოქვეყნდება შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებს. ახლა აბების ეთერში კვირის განმავლობაში 10 საუკეთესო აბის მიღების დრო დადგა. იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. ათეული ჩვენს ეთერში. მეათე ადგილი. საქართველოს პრეზიდენტმა პირველ ლედისთან ერთად გუდაურის ახალი ტრასები პირადად გამოცადა. საკმაოდ რთულ სათხილამურო გზებზე მიხეილ სააკაშვილი და სანდრა რულოვსი რამდენჯერმე დაეშვნენ. მეცხრე ადგილი. ჩვენი საქმიანობა იქნება ორიენტირებული სამართალდარღვევების პრევენციაზე და არა სანქციების გამოყენებაზე. მერვე ადგილი. პაციენტმა მიიღოს რაც შეიძლება კარგი მომსახურება. ჩვენი ამოსავალი წერტილი არის მოქალაქე. მეშვიდე ადგილი. ჩვენ მივეცეთ დაპირება ამ დასახელების დევნილებს და რა თქმა უნდა სხვა დასახელებებზეც ვრცელდება და იქაც კიდე მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ მათ ეკნებოდათ სამუშაო ადგილი. ეს ხალხი არიან ამ დასახელებებში. ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ. მეექვსე ადგილი. რაც შეეხება ირაკლი ალასანიას მიერ ნახსენებ სიტყვებს სამოქალაქო ომი, სამოქალაქო ომს უნდა ყავდეს მეორე მხარე და თუ ოპოზიცია აპირებს შეიარაღებას, ან თუ დაწყებული აქვს შეიარაღება, ეს არის სრულიად სხვა ორგანოების გასარკვევის საკითხი. მეხუთე ადგილი. არც ერთი ოჯახი არ არის, რომელსაც ეს საკითხი არ აინტერესებდეს, არ აღელვებდეს. შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედებთ სწორედ ისე, რომ თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობის თავისი წილი, რაც ამ ქვეყანაში მოაქვს ეკონომიკურ განვითარებას და წინსვლას. მეოთხე ადგილი. განსხვავება შეიძლება იყოს ძალიან დიდი და იყო ისე ქაოტური, როგორც რუსეთია. შეიძლება იყოს პატარა, როგორც საქართველოს და იყო ისეთი წესების ქვეყანა, როგორც არის თქვათ ჰოლანდია ან სინგაპური. მესამე ადგილი. საქართველოს დღეს შეიძინა კიდევ ერთი როლი, დამატებითი სტრატეგიული როლი ჩვენს რეგიონში, ეს არის რეფორმების ექსპორტიორის როლი. მეორე ადგილი. მე ვფიქრობ, რომ 70% ადამიანების თulis რომ მათ პირადად უნდა მოიღონ მონაწილეობა უკანასკნელი რუსული ბასტიონისათვის ვერდიქტის გამოტანაში.
პირველი ადგილი. მინდა ყველას მოგესალმო დღეს მზიანი დღე, გაზაფხული მე მგონი დღეს დადგა. და გაზაფხული მოიტყვანა. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.